მასწავლებლთა სასერტიფიკაციო გამოცდა ფიზიკაში 2026 წელი ამოცანა ნომერი 15. იპოვეთ ნახატზე გამოსახული წრედის უბნის სრული წინაღობა, ასეთი კითხვა გვაქვს. კარგით, მოდით პირობითად A-ის წერტილი პიროში აღვნიშნოთ, ეს იყოს A წერტილი, ეს იყოს B, ეს იყოს C და ეს იყოს D წერტილი. გამომდინარე იქიდან, რომ AB უბანზე რეზისტორები ჩართული არის პარალელურად, შესაძლოა ამიტომ ერთი შეფარდებული RAB-სთან AB უბნის სრული წინაღობის შებრუნებული სიდიდე ტოლი იქნება ცალკეული წინაღობების შებრუნებული სიდიდეების ჯამის. ხო? ასე ბატონო ჩემო. თუ გავითვალისწინებთ R1-იც, R2-იც და R3-იც ერთმანეთის ტოლია, გვიქნება 1/6 პლუს 1/6 პლუს 1/6. გამოგვდის 3/6, რაც 1/2-დია. ერთი შეფარდებული RAB-სთან თუ 1/2-დია, მაშინ აქედან ჩვენ გამოგვდის, რომ წინაღობა AB უბანზე ტოლი ყოფილა 2 ომის. რაც შეეხება წინაღობას BC უბანზე, ეს პირდაპირ R4-ის ტოლი არის და უდრის 10 ომს. ხოლო CD უბანზეც იგივენაირად გავაკეთოთ. ერთი შეფარდებული RCD-სთან, ტოლი იქნება ერთი შეფარდებული R5-ს, დამატებული ერთი შეფარდებული R6. R5 ნახაზზე მოცემულობით არის ერთი შეფარდებული 24, დამატებული ერთი შეფარდებული R6 არის 12. თუ გავერთმიშნელიანეთ, საერთო იქნება 24 და ზემოთ აღწება 1 + 2, რაც არის 3/24. ეს კი არის, თუ შევკვეცავთ 3-ზე 1/2. ერთი შეფარდებული RCD-სთან თუ 1/2-დია, მაშინ RCD-ზე უდრის 8 ომს. ეხლა ცალკე AB უბანზე RAB, RBC და RCD უკვე მიმდევრობით გამოდის, ხო, ესენი შეერთებული ცალ-ცალკე. ამიტომ უნდა შევკრიბოთ, შეგვიძლია შევკრიბოთ. R გარე, სრული დავარქვათ, სრული წინაღობა ტოლი იქნება RAB-ს პლუს RBC და პლუს RCD. RAB-ზე მივიღეთ 2 დამატებული RBC-ზე მივიღეთ 10 და კიდე დაემატება RCD-ზე, რომელიც 8 და ჯამში გამოგვდის 20 ომი. ანუ საბოლოოდ დავწეროთ პასუხი. R სრული ტოლი ყოფილა 20 ომის. ეს კი არის პასუხი B.